თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში. SSR 71 ლდის კომპიუტერის პრობლემის მოგვარება, როდესაც ის არ ირთვება, შეიძლება იყოს გამოწვევა, მაგრამ სწორად მიყოლით, შეგიძლიათ დაადგინოთ პრობლემა და მოაგვაროთ იგი. პირველ რიგში აუცილებელია შევხედოთ რამდენიმე ძირითად ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებათ დიაგნოსტიკის პროცესში. 1. მომარაგება. შეამოწმეთ, რომ კომპიუტერი სწორად არის მიერთებული ელექტროქსელთან. დარწმუნდით, რომ ძალის წყაროს კაბელი მყარად არის მიმაგრებული და არა დაზიანებული. თუ შეგიძლიათ, გამოიცვალეთ კაბელი სხვა ფუნქციონალური კაბელით. 2. პარამეტრები. შეამოწმეთ, რომ ყველა მოწყობილობა, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან, არის ადეკვატურად მიბმული. თუ გაქვთ რაიმე დამატებითი მოწყობილობა, მაგალითად USB დისკები, გარეგანი hard დისკები, ჩამოართვით ისინი და სცადეთ კომპიუტერის ჩართვა. 3. პრეს ტესტი. დააწექით კომპიუტერის ძალის ღილაკს და დააკვირდით, არსებობს თუ არა რაიმე ხმა, მაგალითად ვენტილატორების მუშაობა, LED სინათლის ან თება. თუ არაფერი ხდება, სცადეთ კომპიუტერის ძალის ღილაკზე ხანგრძლივობის გაწვდილი. 4. დიაგნოსტიკა. თუ კომპიუტერი ახლაც არ ირთვება, შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო დიაგნოსტიკის სერვისი. არსებობს მრავალი ონლაინ რესურსი, სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ კომპიუტერის პრობლემა და თუ როგორ უნდა მოაგვაროთ იგი. ისე რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე ხარჯი, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია. 5. შეზღუდული კავშირები. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კომპიუტერი, შეამოწმეთ აკუმულატორი და სხვა ძირითადი კომპონენტები. თუ აკუმულატორი დაზიანებულია, შესაძლოა მისი გამოცვლა გახდეს საჭირო. 6. შეთავაზება. თუ თქვენ ვერ გაწვდეთ პრობლემის მოგვარება და კომპიუტერი კვლავ არ ირთვება, შეიძლება საჭირო გახდეს პროფესიონალური დახმარების გაწვდვა. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის შეიძლება მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც გააკეთებს კომპიუტერის სრულ დიაგნოსტიკას და შემდგომი შეკეთების პროცესში გაწვდოს შესაბამისი ინფორმაცია. ამ ეტაპზე ჩვენ გავიარეთ რამდენიმე ძირითადი ნაბიჯი SSR 71 ლდის კომპიუტერის პრობლემის მოგვარების პროცესში. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან საჭიროებთ დამატებით ინფორმაციას, შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი. ეს პირველი ეტაპია, მომავალში გავაგრძელებთ ამ თემაზე და შევეცდებით გაცდოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი კომპიუტერების მუშაობა. თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში.